მოგესალმებით მაღაზია რაცია G-დან. ჩვენ გვაქვს რაციების ფართო ასორტიმენტი და წარმოგიდგენთ ახლა რამდენიმე პოპულარულ მოდელს და განვიხილოთ ერთად. დავიწყოთ სიმძლავრის მიხედვით გავარჩიოთ ჯობია. თავიდან ნახოთ 3 ვატიანი რაციები. ყველაზე პოპულარული მოდელი, რაც საქართველოში არის Baofeng 888S-ი. სტანდარტული 3 ვატიანი დეციმეტრული რაცია არის 400-470 MHz-ი. იყენებენ, თქვათ, სანადიროდ ქალაქგარეთ ნორმალურ რელიეფზე, ღია სივრცეში, სადღაც 3-5 კილომეტრამდეც დაიჭერს. სამშენებლო ობიექტებზე იყენებენ, ასევე თქვათ, ამ წეს ოპერატორისთვის ეზოდან შენობაში სამუშაოდ, თუმცა შიდა პერიმეტრზე ეს რაცია 5 სართულზე მეტს ვერ დაიჭერს. დანარჩენზე გაუჭირდება 3 ვატიანი რაციები, ზოგადად ყველას დაახლოებით ერთნაირი მონაცემი აქვს. 888S, KDC1, Motorola GP450, Baofeng R10, ეს 4 მოდელია. საშუალოს დაბალი სიმძლავრის რაციები. რესტორნებში მაგალითად ურჩევნიათ უფრო პატარა კომპაქტური რაციები იყოს, პატარა ანტენით, ამიტომ ძირითადად ირჩევენ ხოლმე ამ 3 მოდელიდან რომელიმე ერთს. ყველაზე ბიუჯეტური არის ამ 4 მოდელიდან 888S-ი. 3 ვატიანი რაცია არის 4-ვე როგორც გითხარით, თავისი შესაბამისი მონაცემებით. ძირითადად იყენებენ შიდა პერიმეტრზე სამუშაოდ, ან თუ უნდა სანადიროდ სათევზაოდ გასართობად ქალაქგარეთ პიკნიკებზე, იმუშავებს დაახლოებით 3-დან 5 კილომეტრამდე ნორმალურ რელიეფში. შემდეგ გადავიდეთ 5 ვატიან რაციებზე, რომლებიც არის შედარებით მძლავრები, შესაბამისად უფრო დიდ მანძილზე იჭერს, თუმცა ქალაქში დიდ სხვაობას 3 ვატიანი და 5 ვატიან რაცია შორის არ მოგცემს თავის ანტენაზე მომუშავე რაცია. ყველაზე ბიუჯეტური და პოპულარული ამ მოდელებში არის Baofeng UV6D. არის 5 ვატიანი რაცია, სრული 5 ვატით, ქალაქგარეთ ნორმალურ რელიეფზე იმუშავებს დაახლოებით 8-9 კილომეტრზე. დასახლებულ პუნქტში ქალაქში უნდა ივარაუდოთ 1 კილომეტრამდე. ეს მოდელები ძირითადად მეაქვთ დაცვის სამსახურებს, თუ შიდა პერიმეტრზე სამუშაოდ უნდათ, ოღონდ დიდ ობიექტზე, თქვათ სამშენებლო ორგანიზაციებს, იმიტომ რომ ამ რაცია შეუძლია შიდა პერიმეტრზე შენობაში დაიჭიროს დაახლოებით 10-12 სართული. თუ დიდ მანძილებზე უნდათ, შედარებით დიდ მანძილებზე ამ მოდელებს იღებენ Baofeng UV6D. იგივე მონაცემები აქვს Baofeng 1904 მოდელს. სხვაობა Baofeng UV6D-სა და 1904 შორის არის პატარა, თუმცა საკმაოდ მნიშვნელოვანი. ეს მოდელი იტანება Type-C-ის საშუალებით. მოყვება რასაკვირველია დაფა, თუმცა გამოვალ სიტუაციებში შეგიძლიათ დატანოთ Type-C-ით. ამ სტანდარტში შედის Ianton T248. თავარი სხვაობა ამათ შორის არის ის, რომ შედარებით პატარა და კომპაქტური რაცია არის. და ბოლოს მოვიტოვოთ 2 მოდელი. ერთი არის საქართველოში ალბათ ყველაზე პოპულარული Baofeng UV5R. თავარი პლუსი სხვა 5 ვატიან რაციებთან შედარებით არის ის, რომ პირველ რიგში არის დუალი, აქვს მეტრულ დეციმეტრული დიაპაზონი და შეგიძლიათ დააპროგრამოთ ხელით. ამ მოდელის ხელით დაპროგრამებაზე ვიდეო უკვე გვაქვს, შეგიძლიათ ნახოთ იქ და გაიცნოთ. თუ იცით სხვა რაციაში რა სიხშირე წერია, მარტივად შეგიძლიათ დაუკავშიროთ, რასაც ვერ იზამთ რასაკვირველია უეკრანო რაციაზე, ამისთვის დაგჭირდებათ შესაბამისი სოფტი და კაბელი. და 5 ვატიან სტანდარტში ბოლო მოდელი Baofeng UV9R+. განსაკუთრებით მოვიტოვეთ ეს მოდელი, იმიტომ რომ შევადაროთ, მონაცემებში ისეთ სხვაობა არაფერი არ არის. თავარი განსხვავება UV9R-სა და UV5R შორის არის ის, რომ UV9R არის წყალგაუმტარი რაცია და ამ მოდელის გამოყენება შეგიძლიათ საზღვაო რაციად, არეგისტრირებს სანაპირო დაცვა, იწერება მასში საზღვაო სიხშირეები. როგორც წესი ჩვენ წერთ ხოლმე მე-12-დან მე-16 არხის ჩათვლით, მე-16 არხი რაც არის საერთაშორისო SOS არხი. შეათანხმებთ წინასწარ სანაპირო დაცვასთან, რომ ეს მოდელი გინდათ დაგირეგისტრირონ და შეიძენთ, გაითვალისწინეთ ისიც, რომ საზღვაო რაციად თუ გინდათ გამოყენება, დაგჭირდებათ სათადარიგო ელემენტიც, ისი არ არეგისტრირებენ.
ეხლა გადავიდეთ 8 ვატიან რაციებში. სხვაობა სიმძლავრეში ძალიან დიდია. ქალაქგარეთ ნორმალურ რელიეფზე ეს რაციები სადღაც 15 კილომეტრამდეც დაიჭერენ. დასახლებულ პუნქტში უნდა ივარაუდოთ 2 კილომეტრამდე. იანტონ T650 სრული სიმძლავრით 8 ვატი. იყენებენ სამშენებლო ობიექტებზეც, თუ ძალიან დიდი კორპუსები აქვთ ასაშენებელი ან დიდი სამშენებლო ობიექტი არის. IP01, რომელიც არის დარტყმაგამძლე წყალგაუმტარი რაცია, იდეალური არის სამშენებლო ობიექტებისთვის, თუ უხეშად ეთყრობიან რაციას. არა მარტო სამშენებლო ობიექტზე თუნდაც თქვენთვის, თუ გინდათ სანადიროდ სალაშქროთ და მაინც ვერ მოუფრთხილდებით, ან ოფროუდისთვის შეიძლება ტალახს ჩაგივარდეთ და შემდეგ. მაგისთვის იდეალური რაცია არის. Baofeng 1909 იგივე P040 და Motorola JP6600, ესენი გადიან ძლავრი რაციების კატეგორიაში, 8 ვატიანები, სრული 8 ვატიანები. როგორც გითხარით, ქალაქგარეთ ნორმალურ რელიეფზე იმუშავებენ დაახლოებით 15 კილომეტრზე, დასახლებულ პუნქტში უნდა ივარაუდოთ 2 კილომეტრამდე. ახლა გადავიდეთ 3 სპეციფიურ მოდელზე. პირველ დავიწყოთ მოდით რეცენტით. რეცენტ RS36M. როგორც წეგან გითხარით, Baofeng 1909 შეგიძლიათ გამოიყენოთ საზღვაო რაციად. 1909 არა, ბოდიში UE9 შეგიძლიათ გამოიყენოთ საზღვაო რაციად, მაგრამ ეს არ არის საზღვაო რაცია, უბრალოდ ბიუჯეტურია და საქართველოში ითვალისწინებენ და ურეგისტრირებენ მაინც ნავებზე. ხოლო რეცენტი არის სუფთა საზღვაო რაცია, ამას სხვა არანაირი დანიშნულება არ აქვს, მოყვებენ მხოლოდ საზღვაო სიხშირეები, არ პროგრამირდება, არის წყალგაუმტარი და წყალში თუ ჩავარ და იტივტივებს არ ჩაიძირება 3 საათის განმავლობაში. ამის ერთადერთი ფუნქცია არის ის, რომ არის საზღვაო რაცია და მეტი არაფერი. შემდეგი მოდელი არის Senhix GT10. ეს არის 10 ვატიანი რაცია. ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი, ბოლოს წინა კატეგორიაში გადის ასე ვთქვათ. ქალაქგარეთ ნორმალურ რელიეფზე ეს რაცია დაიჭერს დაახლოებით 20 კილომეტრამდეც. შესაბამისად არის დიდი, მძიმე, მაღალი ანტენით და დიდი აკუმულატორით. და ბოლოს ყველაზე მძლავრი მოდელი, ვიზუალურადაც ვნახოთ. ეს არის ამის ელემენტი მარტო. Baofeng R152. ამ რაციას არ აქვს კამერაზე სამაგრიც. ეს არის ყველაზე მძლავრი მოდელი, რომელიც გვაქვს. ამ მოდელის მუშაობა კატეგორიულად აკრძალულია ბავშვებისთვის. სასურველია თუ გამოიყენებთ ყურსასმენით ან ტანგეტით, სიმძლავრიდან გამომდინარე არ არის რეკომენდირებული პირდაპირ ამუშაოთ. ვიზუალურადაც რომ შეხედოთ 3 ვატიანი Baofeng R800S და 12 ვატიანი Baofeng R152. ყველაზე მძლავრი რაცია, რაც ახლა გვაქვს ხელის, არის ეს მოდელი. ამაზე მძლავრი რაციები უკვე სტაციონარულ კატეგორიაში გადის, ხელის აღარ არის. მადლობა ყურადღებისთვის, დაგემშვიდობებით. თუ რაიმე კითხვები გაგიჩნდათ, შეგიძლიათ დაგვიწეროთ კომენტარებში და აუცილებლად გიპასუხებთ.